თბილისის საგალერეო სისტემაში, რომელშიც სხვადასხვა ფორმატითა და სპეციფიკით მომუშავე არც თუ მცირე რაოდენობის საგამოფენო დარბაზი ირიცხება, როგორც წესი ხშირად ფიგურირებს ამა თუ იმ მხატვრის სახელი, რომელზეც გალერისტების დიდი სიამოვნებით მუშაობენ და თავად მხატვარიც როგორც წესი ამავე მუშაობით ნამდვილად კმაყოფილია. მოკლედ ქართველი მხატვრების უმეტესობის დღის წესრიგში ნამდვილად დგას გამოფენების ხშირად მოწყობის საკითხი, თუმცა ამ მხრივ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც გალერეებში ძალიან იშვიათად იფინებიან და როგორც ირკვევა ამის საპატიო მიზეზებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთი მხატვარი ვახო გაბუნიაა, რომელსაც მართალია იშვიათად შეხვდებით სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში, თუმცა თუ ერთხელ მაინც გადაავლებთ თვალს მის პორტრეტებს, გვერდმუნეთ შთაბეჭდილება ნამდვილად დიდხანს გაყვებათ. მართალია ვახო გაბუნია ზუსტად არ ახსოვს მხატვრობასთან პირველი, თანაც უშუალო შეხება როდის დაიწყო, მაგრამ ის კი იცის საიდან გაჩნდა მასთან პირველად ფუნჯი და საღებავები. ზუსტად არ მახსოვს, რომ ახსოვს რომ ის ფუნჯი და საღებავები მქონდა დედას მოტანილი. მე ნამდვილად არ მიყიდია. არც მომსვლია აზრად. რაც მქონდა ხე იმით ხატავდი რა, სკოლის მერე და ფუნჯი საიდან გაჩნდა არ მახსოვს, მაგრამ ნუ აბრალებ დედას, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად. არსებობს ეს შეკითხვა, რომ რატო ხატავ რა. აი რატო ხატავ ამდენ ხალხს. საერთოდ ხალხს რატო ადამიანებს რატო ხატავ? არა მაქვს პასუხი რა, ვიცი. შეკითხვა არსებობს კი. პასუხი არა. უცნაურია ისიც, რომ დღემდე პრაქტიკულად არ იცნობს საგალერეო სისტემის მუშაობის პრინციპებს. არადა იგი აშკარად ცნობილი მხატვარია. სხვათა შორის ზუსტად არ ახსოვს მისივე პერსონალური გამოფენების რაოდენობას. მოკლედ მიზეზი, რატომ იფინება იგი იშვიათად, ასეთია. მოგზაურობაზე ვარ ზარმაცი და ესეც პატარა მოგზაურობაა რა, სურათი აიღო, წახვიდე. მანქანაში ჩადო, მანქანა იშოვო, მიხვიდე. მე წამოდე, რომ დამთავრდა გამოფენა, მე უნდა მიხვიდე და ეს სურათი წამოიღო ისევ. იგივე მანქანით, ან ფეხით, რა ვიცი, ზომას გააჩნია სურათის. აი ამ ხედავ პრობლემები მოვყევი. ვახო გაბუნია პორტრეტისტია და იმისთვის, რომ მის გმირად იქცეთ, დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ ესტუმრეთ და დაახლოებით 2-3 საათში პორტრეტიც მზად იქნება. კიდევ ერთი დეტალი, მისთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს სად დახატავს. ცნობისთვის აი ამ ნახატების უმეტესობა მას სამზარეულოში აქვს შექმნილი. მოდის რა უცებ, რაღაცა კომპოზიცია, ხო? და სურათი მოდის რა უბრალოდ რა. უკვე დახატული. მე იხატება რა, ხო, ზეპირად ის ფიქში. მე რომ გადმოგაქ გავს იმას, ნუ არასდროს ახლა როგორ შეიძლება დაემთხვა ზუსტად. ამბობს, რომ ძალიან კარგი ხასიათი აქვს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ზარმაცია. ამასთან იგი ძალიან ცუდი ორატორია, ამიტომაც უმეტესად ჩუმატყოფნას ამჯობინებს. მოკლედ სიტყვა ძუნწია, შესაძლოა საჭიროზე მეტადაც კი. მირჩევნია ჩუმად. რაც უფრო ჩუმად ხარ, ნაკლებ სისულელესაც იტყვი. მოკლედ კარგია რა ჩუმად, არ გამოდის რა. ალბათ ასე ნამდვილად არ ახასიათებდნენ მას სკოლაში, სადაც სხვათა შორის გეომეტრია აინტერესებდა, თუმცა ამ მეცნიერებაში ბოლომდე კარგად ვერ გაერკვა. ცნობისთვის გეომეტრია მოგვიანებით უკვე მის ნამუშევრებშიც გადმოინაცვლა. რაც შეეხება ყოფაქცევას, ამ მხრივ სხვათა მსგავსად არც მას ქონია საქმე კარგად. ორიანი მყავდა, მაგრამ ორიანი რომ ორიანით შემდეგ ჩაკტოვონ კლასში არ გადაგიშვებენ, ხო და ბოლოს სამიანი გამოდიოდა, თორე ისე მეუთხედებში ორიანი მყავდა. ხატვის გარდა ერთადერთი რაც ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთია. მარადონა არა ვარ, ნახდათ ვიცი. მაგრამ ორივე მუხლი გაფუჭებული მაქვს. ფეხბურთს პროფესიონალი არ ვიყავი, თამაშობდი ეზოებში რა, ქუჩებში. ეს არის სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. და ვიცხოვრე რა, ძალიან დიდხანს. ეხლაც მე უბრალოდ მოვდივარ, თორე ჩემი გული და ეს იქ არის, მართალია ქუჩა აღარ. აი ამის ეს იყო შუაში, აქეთ კიდე ისეთივე მანძილი იყო და ის ახლა დანგრეული აქ ცეკა დგას და რაღაც მოედანი და რაღაცა აი ამის გამო ძალიან ბევრი რაღაც დაინგრა რა, ჯერეთი ადამიანები აღარ არიან ის. სულ სხვა რაღაც იყო, მოკლედ სხვა სამყარო იყო, სხვა ქვეყანა იყო რა. ფიქრში მაქვს, იმიტომ რომ ეს ქუჩა ხომ მახსოვს ჩიხი და ის ხალხი და რა ვიცი, პირველი მეგობრი, პირველი ხმა და პირველი ქუჩა და პირველი ბურთი და რაღაცა.
და იქ სიარული საერთოდ ძალიან მიყვარდა. ეხლა რაღაც სხვანაირი გახდა რა. უმუშავია არა მხოლოდ თეატრში, თანაც სტუდენტობის დროს, არამედ მოგვიანებით უკვე კინემატოგრაფშიც. განსაკუთრებით კი გუგული მგელაძესთან ერთად მუშაობას იხსენებს. სხვათა შორის იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მისი ნახატები ფილმ ოქროს ობობაში გამოჩნდა. რაჭველამ დამირეკა, მითხრა რომ ეს ფილმი კეთდება, რაღაც სერიალი თუ რაღაც რამდენიმე სერია და ნამუშევრები და რაღაც მოკლედ გამოყენება იქ არის მხატვარი, რომელსაც და შენი ნამუშევრები დავკიდოთ, გადავიღოთ და რაღაც მოხარი კარგი. და მე რაღაცებში საუბარი იყო რაღაც საქმიანი, მოვიდნენ რაღაცები არჩიეს სახლიდან, რაღაც აწყობდათ რა. და წაიღეს, გადაიღეს. წერით ნამდვილად არ წერს, ანუ მისთვის ლიტერატურა მხოლოდ თაროზე შემოწყობილი წიგნებითა და მათივე კითხვის ფორმით არსებობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს ასეთი რამის წაკითხვაც უწევთ. წერ მე ესეთ რაღაცებს რომ გავედი მალე მოვალ. ან გავედი გვიან მოვალ. ან წავედი და არ დამელოდოთ. ეს რამებს წერ. და კიდევ წერ რაღაცებს რომ აი რაღაცა რომ არ დამავიწყდეს რა მე რომ იმან დარეკა. ეს სულ წერ ეგეთ რაღაცებს. მუსიკასთან კი ასეთი დამოკიდებულება აქვს. კარგი ურთიერთობა მაქვს მუსიკასთან, დადებითი რა. ეს უფრო ვამხანაგობ რა. ესე იგი მთლად არ მეგობრობთ, ამხანაგობთ ხოლმე. ხო მეგობრო ხა არ შორსა ვართ ხა რა ვიცი მისლომოსლა არა მაქვს მუსიკასთან, მაგრამ ისე მიყვარს რა კი. არც თუ დიდი ხნის წინ ქარვასლაში ვახო გაბუნიას ერთ-ერთი ბოლო გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით 100 პორტრეტი, რომელზეც ასეთივე რაოდენობის აშკარად შთამბეჭდავი ნამუშევრები იყო ექსპონირებული. და ბოლოს ნამდვილად არ იცის, როდის მიიღებს დამთვალიერებელი მის მორიგ გამოფენას, რადგან ასეთ თუნდაც ყველაზე პროფესიულ საკითხებზე რატომღაც ყველაზე ნაკლებს ფიქრობს.